სალამი, მე ჯიჯი ვარ და ამ ვიდეოში ნახავთ როგორ მოვედი აქედან აქამდე. ეს მანქანა რომელიც დავწერე ვიდეოს კეთების დროს და ეს ვიდეო დღესაც არდებს ინტერნეტში. ეს კი კატარია რომელიც ავაწყე დღესაც არდებს ამისი ვიდეო ინტერნეტში და სადაც 2 თვე არ ავაწყე. ამიტომ გადავწყვიტე რომ ნელ-ნელა ესეთი ვიდეოები დავიწყო, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი კონტენტია და გუშინ დავდევი TikTok-ი სადაც თქვი მეთქი რომ დავდო და კაი გამოხმაურება მოყვადა. მაგიტომ ჯობია რომ დავიწყო ეს კონტენტი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ბევრის გაკეთება შეიძლება. შეიძლება არ არის ყველა სწრაფი კატერი, მაგრამ მაინც ახალისო იყო და ნახეთ ეს ვიდეო. მოკლედ, პირველ რიგში მოდელებით დავიწყე ამ კატერის შექმნა. მოდელი ავიღე ინტერნეტიდან, შემდეგ გადავაკეთე როგორც მე მსურდა, რადგან ჩემი ძრავი ბევრად დიდი იყო, ჩემი სხვა ნაწილები ბევრად განსხვავებული იყო, მაგალითად სერვო იყო მანქანაზე გათვლილი და რა თქმა უნდა უფრო დიდი იყო. სინამდვილეში 9 გრამიანი სერვო იჭირდება, რომელიც დაახლოებით 1 კილო ძალას გამოიმუშავებს და ხო, ბევრად overpowered იყო ჩემი ნაწილები, მაგრამ მაინც ნელი იყო. ეს იმიტომ რომ კატერის ქვედა ნაწილი იყო გათვლილი რომ წყალში ჩასულიყო რა. რა სტაბილურობას გაძლევს, მაგრამ სიჩქარეს კარგავ. და სპეციალური სიჩქარის გათვლილი კატერები უმეტესად არის ბრტყელძირიანი, რადგან წყალს პირდაპირ გადაუფრინოს ფაქტიურად რა. მაგის ფოტოები ჩავაგდებ აქ ვიდეოში. მოკლედ, ეგ იყო ჩემი იდეა. მე ეს მოდელები რა თქმა უნდა გადავაკეთე, მაგრამ პირველი არ გამოდგა, მეორე არ გამოდგა. ორივე მუშაობდა, მაგრამ თავის ხარჯზები ორივეს ჰქონდა. შემდეგ გამოასწორე და ბოლოში რაც დევს ბევრად დიდია, რადგან უკვე ნერვები მომეშალა. თან პროპელერი ამაზე რაც ყენდებოდა იყო იმპელერი რა. ვინც არ იცით იმპელერი რა არის, ვიდეოში დააკვირდით. მანდარი როგორც ტვერსას როცა აქვს დაახლოებით მაგდაგვარი რა. და გაისროლა უბრალოდ რა, იმხელა ძალა ქონდა და ეგეც არ იყო კაი ამბავი, მაგრამ შევცვალე ეგეც. პლანები ვერაფრით ვერ მოვაძრეთ, მაგრამ ეს რო დავაყენე პროპელერი, ახლა ვფიქრობ რომ ვაფშე არ უნდა მефიქრა მაგის მოძრაობაზე, იმიტომ რომ უბრალოდ იმხელა ქარს აყენებს რომ აი ყველაზე დაბალ ძალაზე რა, რომ ატრიალებ რომ აი არ ვიცი რა, ანუ ძალიან ძლიერი არის და მეშინია რომ გემი არ ამოაყირაოს. იმიტომ რომ მართლა ძალიან საშინელი ქარია, მე მაგალითად მაგარი დისკომფორტი ჩამაგდო რა, ანუ ცადე და ხო ეს ყველა ვარიანტი უნდა დავაწებო, თორე ბევრი არ აკლდა რომ მომძრალიყო რა, ეხლა ხედავთ რომ არ არის მაინც და მაინც კარგი ამბავში. ხო და მაგიტო ესეა რა. დაახლოებით layout იქნება ესე რა. ეს ელემენტი იდება აი აქ, იმიტომ რომ ცხვირი ძალიან მძიმე რამეს დააბალანსებს, სერვო აგერ არის, ეს აქ არის ესი და მოტორი იქნება აქ. წესით ძალიან front heavy არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ თუ გამოვიდეს ძალიან ცუდი იქნება და რაღაც უნდა დავაბალანსო მე. ხო, ეს არის მთელი იდეა რა დაახლოებით. და ეს განათებებით მანქანიდან ამოღებული აქ წავა რა ალბათ. დავიღალე მოკლედ. დღეს იმენა გავფრინდი ვარ უკვე. ავდექი და ყველაფერი აი ამეებით დავამაგრე რომ მეთქი ამ მონსტრია არ გამეკცეს რა და არ ვიცი არ მგონია რომ გამეკცეს მაინც, იმიტომ რომ არ არის მაინც და მაინც როგორ თქვა სტაბილური რაღაცა, ამიტომ ხო ეს გვერდებს დავუმაგრე როგორც იდეაში იყო. გუშინ არ გადაგვიღია ვიდეო, მაგრამ გატანილი მქონდა რა და გავტესტეთ. და ანუ უბრალოდ ყირავდებოდა და მაგიტომ აზრი არ აქვს მეთქი და არც გადავიღე არაფერი რა, მეც მაგარი ნერვი მომეშალა და შემდეგ ვიდეოებში თუ გინდათ ეგეთი რაღაცები გადავიღო, დაწერეთ კომენტარებში რა. ხო და აგერ ჯიგარი დავპრინტეთ ყველანაირად ენა მონსტრია რა, ეხა აი ახაც დაიპრინტა ესენი, იქ სანაგვიმად არ შემჩნევთ, იმიტომ რომ თურმე ერთი მასალა ურევდა და ავდექი და გამოცვალე ამ მასალაზე რა, წითელზე. წითელი უფრო მიყვარს, მაგრამ მეთქი ნაცრისფერს გამოვიყენებ თეთრს ან უკეთესად წავადგო, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ, ამიტომ ხო. იდეაში ეს არის, კატერი ფაქტიურად მზად არის. ეხა ელექტროებები დამრჩა და სამაგრებელი. ვიცი რომ ძალიან უსაფრთხოდ მიყრია ყველაფერი, არ შემჩნევთ. აქეთ ლეპტოპი, რომელთაც ეს მოდელები გავაკეთე, აი ეს სამაგრები გავაკეთე და ეს გავადიდე, იმიტომ რომ წინა უბრალოდ აი რა ვიცი, აი ძალიან პატარა იყო ამასთან შევებით რა. და მთლიანად პროპელერი ჩანდა. აი ზომებში ამ ხოლმე განსხვავება აქვს. ხო და მთლიანად პროპელერი ჩანდა და მაგიტო არც კარგად გამოხონდა ჰაერი უკან. მაგრამ ეხა
ჰაერი კი არა, იმენა ქარი გამოაქვს უკან. ამიტომ ხო, ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ მოხუვის მექანიზმიც უკან მაქვს და რაღაცა და გავტესტავთ მაგას რა. ეს პარკი მაგარია ცოტნე, მაგრამ იმენა ხრეში, იმენა ეგრეა რაღაცა გითხარი. არჩე, აქ გაფუჭდა უფრო. არჩე, რაც უფრო შიგნით შედიხარ ნაწილებში, რომელიც არ ჩანს, ალბათ იმით რომ უფრო ცოტი ხრეში უნდა იყოს რა. და ეგრე არის იმენა. ალბათ იფიქრე რომ ცოტა ბუნება უნდა იყოს, დადიხარ რაღაცა კაცმაო, იმიტომ რომ ბუნებაში ყველაფერი ერთნაირად ხო არ არის. და რავი, აგი გავიკეთა კაცმა. შეუმადურო ბიჭო, შენ, შეუმადურო შენ. კატერი მოყოს გასატესტად. და იმედი აღარ გატყდა, ხო? იმედი არ გატყდა და მოიცა ალბათ ეხა ფიქრობთ რა არის გატეხვა საუბრობთ და გეტყვით. მოკლედ წინაზე რა მოხუვის მექანიზმი გატყდა, ანუ წყალს რაც უწყლის მიმართულებას და ამის გამო ალბათ მაგის გამო შეიძლება ყვინთავდა, მაგრამ მაინც ჩაყვინთავდა ვიცოდი ეგ, ამიტომ ხო. ნუ ეგ არის. მაგის იდეა და ეხა ნახავთ როგორ გამოიყურება წყალში ეს კატერი. არჩე მეორეჯერ ვირებ მუშაობს. просто რაღაცა მოხაწერია. ჩემნაირად მოხდებულია პრესტამას. არჩე მაგარია რა. ეს კატერი თორე. ხო არა. პროპელერი უფრო დიდი უნდა. უნდა ეგ ყველა ვარიანტი. ანუ რაც შეიძლება დიდი პროპელერი უნდა დაუყენო ამას, იმიტომ რომ ზემოთ დიდი ძრავი აქვს, მომწონს, მუშაობს, სტაბილურიც არის. მე ვფიქრობ, რომ დიდი პროპელერი რო ქონდეს, სტაბილურობა შეიძლება დაკარგოს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. რა თქმა უნდა, აი ის რაშიც პროპელერი დევს, ეგეც თავი არ უნდა დავკინდო, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები აქვს, ან გავწმინდა, უფრო ალბათ გავწმინდა რა. კიდე ამას დავამაგრებ, როგორც საჭიროა. ჯერჯერობით რა მომწონს, თან ხოძეც არის რაღაცა ეთყობათ დავა აქვს, თან ეხა ყველაზე დაბალ დონეზე მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ მაღალზე რო დავაყენე გადაირია, არც ვიცი რატომ, მაგრამ ხო რა. აი ეს მოძრაობა. და პროექტზე ძალიან კაი რაღაცაა სხვა შორის რა. და მე ვფიქრობ, რომ დიდი ვერსია შემდეგში ვისაც გინდათ, უნდა დაწეროთ კომენტარებში და გავაკეთებ ორჯერ დიდს. აი ამაზე ორჯერ დიდს რა. და რა თქმა უნდა, პროპელერიც უფრო დიდი ექნება და ამ მატორით. იმიტომ რომ ეს მატორი ამისთვის ზედმეტ ძლიერია. ან კიდე აი ამას გავაკეთებ რაღაც მოვფიქრებ და ამ მატორზე ვიმუშავებ. არ ვიცი ზუსტად რა ვიძახო რა. რაღაცა უნდა მოვიფიქრე. ტოკიო, ნო. იმენა გადაობა. არა, მართლა გადაობა რა. ან ყველაზე დაბალი ძალა. ნელია, მე უფრო სწრაფი მინდოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც ამის ბრალია. იმიტომ რომ მედიუმზე რო გადავიყვანო, უბრალოდ გაგიჟდება. უბრალოდ გიჟდება რა. თან რაღაცა არ უნდა, სიჩქარე არ უნდა რა. აი, ჩაყვინთვას იწყებს რა უკვე. სიჩქარეს რო უწევ, ჩაყვინთვას იწყებს. აი, უკანა მხარეს რა. იმიტომ რომ უკანა ნაწილი აქვს მძიმე. მაგას რაღაცა მოვიქცევ რა თქმა უნდა. მოგა დავი მე მაგალითად გახარებული ვარ რას საკეთებს და როგორ საკეთებს მაგითი რაღაცა მოხდება უჭირს აი მარჯვენა მხარეს მოხდება მაგრა უჭირს რა ეგ ჩემი აზრით იმის ბრალია რომ პროპელერი შეიძლება ცოტა კვირტულად მაქვს დამაგრებული იმიტომ რომ თვალის რომ დავამაგრე რა და ხო შემდეგში მაგას არ ვიზამ იდეაში ეგ არის რა დღეისათვის ჩემი აზრით მთელი ვიდეო ეს არის პირველი ვერსია, ანუ რაც იყო რა, ეს სტაბილიზატორები რო არ ქონდა, ის პატარა ქონდა რაღაცა, ის ვაფშე არ მოძრავდა, ეგრევე ყვინთავდა რა, ანუ ტრიალდებოდა, წყლში უსებოდა. ეს არ არის ეგრე, ეს თავისთვის ჩილავს, ნელ-ნელა დადის რა. ხო, ეს რა ვიცი. მე არ შემიძლია რა ვთქვა. შეიძლება ეს კიდე შეუცვალო და ჩვეულებრივი პროპელერი დავაყენო, როგორც რონებს აქვს, უკეთესად იმუშავებს ალბათ და რაღაცეები. ბევრი საჩალი ჩამექნება მოკლედ. მარტო აი ამ ნაწილმა, რასაც ეხა ხედავდი, წაიღოს რაღაც 4 დღე. და აქ უბრალოდ რაღაცაებში ვერკვეოდი. და შემდეგი დანარჩენი ნაწილიც რაღაც 2 კვირის ამბავია უკვე, ბევრად მეტის რა. ნუ რომ ცოდნა ყველაფერს რაღაც ერთ კვირაში უკვე მორჩებოდი, მაგრამ მაინც. და რაღაც 2 კვირა დამჭირდა ამ მთლიანი პროექტისთვის. ეხა დავიწყოთ შემდეგი ნაწილი, სადაც უფრო გასართობი რაღაცები ხდება. ხაფეთქებებით. მოკლედ რამდენიმე ნაწილი დავგვეჭრე უკვე. ეს პროპელერი რა თქმა უნდა შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან თხილი არის ეს ვერსია და მგონია რომ გატყდება მარტივად.
აი აქ დავაყენე ის, იმიტომ რომ ელემენტისთვის ბევრად დიდი ადგილი დარჩება და კარგად ჩაწერდება ამითი. ხო და წესი ეგ არის რა. აქ გავტესტოთ. წესი უკეთესიც უნდა იყოს რა. ოჰო. ო. ეხლა დაინახეთ რა მოხდა? არჩე, ჰარის აქედან რომ უშევს რა. და აქედან რომ უშევს, მე აწვევა და იქით მიდის ეგრევე. იმიტომ რომ მაღალიცაა. ხო და რა ვიცი, წესით მე მგონი ძალა კი არ დაგვეკარგა, პირიქით მოგვემატა და მადლობა იმ ტიპს, ვინც ჯგუფში ეგ მითხრა, Facebook ჯგუფში, რომ ამნაირ პრობლემებზე გადაიყვანე, იმიტომ რომ კაი იდეა მომაწოდა რა. და მართლა მუშაობს. ხო რა და იმენა. აი ეს ძროია. ნა. თან ყველაზე დაბალ დონეზე მიყენია რა. ელზე. ეხლა ავწიოთ. ბოლომდე. გატყდა. Is dead. ეს არისო დაგეგმილი. მაგრამ ოკეი. მოკლედ ამ პატარა აფეთქების შემდეგ გადავწყვიტე რომ უფრო სქელი პროპელერები დავიმპრინტა და მთლიანი კოლექცია დავპრინტე 2-იანი, 4-იანი, 6-იანიც მე მგონი და ბოლოს 12-იანი ბოდიში 16 უკვე მაღაზიაში შეიძლება დაფიქრება, მაგრამ არ მგონია რომ ვქნა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს როგორ სავაკურდი რა. უბრალოდ იცი რამდენიმე ტატუს გაიკეთებს ახალი პროპელერი, რამდენიმე ტატუს გაიკეთებს ახალი პროპელერი და მას ამორჩება იქ ამბავი რა და ეს ტატუ როგორ გავიკეთე ალბათ ეგეც ცალკე ისტორია და მაგას ნახავთ ამ ვიდეოში რა ცოტა ბოლოსკენო. ხო და რა გადავწყვიტე რომ დამპრინტა ბევრნაირი პროპელერი და ვიფიქრე რომ მეთქი ყველა საერთოდ გავტესტა, მაგრამ რო ავდექი და 4-იანი გავტესტა ნელა და დიოდა უკვე ფიქრობდი რომ მეთქი ეს არ არის უკვე პროპელერის ამბავი რა. ეს არის უკვე დრაგის ამბავი. დრაგი ნიშნავს წინაღობას. ქართულად წინაღობა ქვია მგონი. ხო და უკვე მაგის ამბავი იყო რა, მაგით დადიოდა ნელა. მაგრამ მაინც 12-იანი დავაყენე, მე დოს რაღაც 2 თვის სახში ეს კატერი გაუტესტავა და დღეს გადავწყვიტე რომ გამეტესტა, იმიტომ რომ ხალხმა მითხრა დადევიო ეგ ვიდეო და ხო მეც მაგრამ მინდა რომ დავდო და ვეცდები რომ მალე დავდო რა. ცვლით რა ეხა. ეს არის პროპელერი რაც შევცვლი. ნუ მგონია რომ ეს არ იქნება მაინც კარგი იმასთან შევავით რა. მაგრამ გავტესტოთ. შემდეგ ვიდეოში უფრო ბევრ პროპელერებს წამოვიღებ რომ სიჩქარეები გავტესტ რა. არ მაქვს ხა მაგის ისინი, აი ზუსტად რომ გავიგო რა სიჩქარე აქვს, მაგრამ თვალის ზომით მაინც გავიგეთ რომელი არის ყველა სიჩქარე რა. და ხო, აი ეს მოხსენი, აი ეს იყო. არც კარგად არის გაკეთებული, იმიტომ რომ ეს ვერ გავასწრებთ ავი. შეიძლება მეტი სიჩქარეც აიღოს და მაგის გამო კარგავდეთ სიჩქარესაც. მაგიტო ხო. ეს დავამაგრეთ ახლა, მაგრამ ამას ჯობია წებო წაუხსნათ, ხო და ისე არ მგონია მაინც ამით მოხდეს რა. წინაზე მაგალითად მოვარდა ეგრე რო გქონდა. კაცი. ჩავასხათ წაწება. ბიჭო, პუთ სტარტები. თორე პიზდეც იქნება, შეიძლება ხელი გავიჭრო. აი, მაგალითად, გამართული. ჭანდამა. ია, გავუკეთოთ ისე. ეს. არჩე ხა ეს არის მეორე პროპელერი რა. ანუ პირველ ვერსიაზე სამნაირი პროპელერი გვეყენა, იგივე მოდელია. პროსე ეს ახალი დაპრინტულია, გუშინ დავპრინტე, მაგრამ არ გამომიყენებია. ამიტომ ხო რა, ვნახოთ რა სწავს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა რაღაცები ყოფილიყო იმ ხარვეზე მიზეზი რა, რაც გუშინ მქონდა. და მაგის მერე გამოვასწორეთ რაღაცები, მაგალითად ისინი დაუმაგრეთ, რაც უფრო ატივტივებს, სრული სიმახინჯეა, მაგრამ ატივტივებს რა უყოთ. ასე ყველაზე დამჭრა. მას შემდეგ რაც მაგ პროპელერმა მიღალა და გადავედი 4-დანიან პროპელერზე და ეგ გამოვიყენე. და დანარჩენი ვიდეო მაგითი არის, გარდა იმ ბოლო ნაწილის 12-იანი გამოვიყენე, მაგრამ შეგიძლიათ არ გადაახვიოთ, იმიტომ რომ დიდი განსხვავება არ იყო. რა კაცია შენ გიგო? მე რატომ მითხრა? აი ახლა.
არ დადის? ჩართულია. აბა ერთი პუნქტი ელემენტები დამეცალი და აიგდა. მაგრამ ლამსაც ხული ჩაყუნდეს მე. ტივზე რამე უნდა ქნა რა. არა, ამ კატერის ბოლო ვერსია. ალბათ ელექტროობას ამოვიღე და ახალს დავიწყე რა, თორე ამ კატერის ზედმეტი არის რა ეს რა. რა მინდა შვება თავისას რა მაინც. არჩენ რა გავაკეთებ რა ეხა. აი ეს უკან ტივტივები შეუცვალე წინა ვერსიის შემდეგ. ძრავი შეუცვალე. სხვანაირი პროპელერებია ბევრად. და ხო რა. წინაზე იყო იმპელერი რა, ანუ როგორც კომპიუტერებსაც აგლების და ეხლა შემოიწყო. რა მინდა მუშაობ. ეხლა ზეკიდია ენა. ალბათ არის. ესე ამისი ხოზებმეტია რა ეს რა. აი პირველზე გადაიყო. აი ეს ყველაზე მერი. ეგანე შეარდოცხოდა და? კი, ყველას ხაზე შეიყო. ელემენტის ბრალი იყო რა. ალბათ. აი სალონდე შეიძლება რა არ დაიჭარბება კაცი. აბა. აი აგია მუშაობ. ეხლა რაღაცა მოჩარყავდეს რა. მუშაობ. ეს არის ნარინჯისფერი მაინც არ მიზიდავს რა მოიყო. აი წითელი ფერია სიანდულეში რა, მაგრამ ეგრევე პრინტერა. თავი ფეთქი დაიყენებია, თუ არ მოხდა. ბიჭო, მასალა არ მაქვს. რამე შეიძლება. ხო. მოდი არ დავაგზავნოთ გარემო რა. საწყალიყო. აი. შეშინდა. შიშარა. აი, შუდა, ფოთი. აი, ხოთი. ეშინია. სულ ერთი ქვა გახდა. აი, რაცი არჩა, ხოიცო? აუჩი. აი, კარგი, აი. ეგ არის, ხედა. აი, ესა. რა ხდება? დაჭირა? ესა. ვარ, დაგვაქვს. ოცა? ო, აუ, პიზდეც, ნუ ცოტაკივე თამაშეთ კლუბს, მაგრამ ზევსმაც დავხსა ჯასათანადოდ. მაგრამ არა, დავიბრუნე კატერი. არ დაუვდა. What the fuck? მოგეთ არ საიდან ჯოხი გავაძრეთ და კატერი გამოვიტანე წყლიდან იმ გაჩერების გამო და ბედნიეროდ თუ სატირლად ელემენტი იყო დამჯერარი და მარტო მაგიტომ მოხდა ეს ყველაფერი რა. მე ვფიქრე რომ უფრო რთული ამბავი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა ეგ და ძალიან კაია. ეგ მართლა კაი იყო. გენგ მოვედი უკვე. მარტო მოვედი ამჯერად. მივდივარ ტექნიკისკენ ორი ტბა. ერთი არ გამიტესტავს და ისევ კი წავალ სადაც გავტესტე რა. იმიტომ რომ ის წყალი უფრო ვიცი რა არის და როგორ რა. აქ და შეგნოს იგივე იდეაში, მაგრამ ჩემს სიზარმაც გამო რისკების აღება არ მინდა ამ ეტაპზე. და თუ წარმატებული იქნა Ocean Gate-ის პირველი პროექტია რა. იმენა Ocean Gate-ს ვაკეთე. Ocean Gate-ის. კაი. მოკლედ კატერი ხოძეა. უპირ ჩამრთავს ბოდიში. ხოძეა. ეგ ჩავშოთ, აი იქ. ცოტა მიშინია რომ ქარმა ჩემი ჩანდა არ წაიღოს, იმიტომ რომ ფაქტიურად არაფერი არ დოსვან. ხო და რავი, მოკლედ. ვოუ, მამის ძრავი ჩავდი შემთხვევით. აუ, ხელი, შემთხვევით ძრავი ჩავდი. არცეს არ ჩადო ძრავში ხელი, თორე ის მოგივათ პირდაპირ. რიპ დამერხა. თითები პიზეთ, თითები დედ. ორჩა. მეტინა. ნამიტან წავიღო.
მოუხვით მაგასაკეთ. ეგ არის მოხვით. ისევ იგივეა. არა, სიჩქარე არ მოუმატია. არა, ხოდი აქვს, მაგრამ რატომღაც არა. არ ჩემ ვფიქრობ, რომ დრაგს ქნის რა, ამდენი რაღაც როგორ წყალში. პირველად ხო მარტო კატერმა არ იმუშავა, რადგან წონაზე მომქონა მე ისოტრიალები და ავტომატურად ფიზიკის მიხედვით ატრიალებდა ამას და ეხლა ამდენი რაღაც რომ მგონია რომ მევაცურავს რა. არა, ქარს მიაქვს ჯანდაბა. დაგვეხა. Rest in peace, motherfuckers. ისა. არა. არა. მოკლედ 12 ბლეიდიანი პროპელერი იგივე შევა, რასაც შობდა 4-იანი რა. მოკლედ აგერ კატერი, პრისაც სულს იყო. მეტი პოტენციალი აქვს ამ ძრავს, ამიტომ აი აქ არ ჩავტოვებ არც ერთ შემთხვევაში. თორქიც მეტი აქვს, ბევრად ვიდრე საჭიროა. თითზე ტატო გამიკეთა მაგის გამო. ხო და არ გიჩვენოთ რომ ამნაირი კატერი აწყოთ ამ ხალ ძრავით რა. თუ გაქვთ უფრო პატარა ძრავი, რომელიც გინდათ სადმე ჩადოთ. შეიძლება მაინც აჯობოს რომ წყალში ჩადოთ რა, პირდაპირ პროპელერი და არა რაღაც ზემოთ, როგორც ჩემს ზემოთ. მაგრამ თუ გინდა რომ აი ბალახებში და რაღაცებში არ გაიჭეროს კატერი, მაშინ პროპელერი ზემოთ რა, მაგაზე 200 არაა უკვე. მოკლედ ვეცადე რაც შეიძლება პატარა ყოფილიყო ეს ვიდეო, რადგან ჩემი პირველი ამ ტიპის ვიდეოა და იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი რომ მეტი ასეთი ნახოთ. იმიტომ რომ ვიდეოში არ ვტენი ყველგან იმას რომ გამოიწერეთ და დალაიქეთ. ვიცი რომ არის გიშლით, მეც მიშლის ეგ. ამიტომ გთხოვთ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო. ეს ამdamეხმარება და დაიხმარება არხსაც განვითარებაში და გააზიაროთ თუ იმენა ისეთ ლეველზე მოგეწონათ რომ გინდათ რომ ყველას ანახოთ. ხო. დღეს ეს სულს იყო. აბა და peace.